ინფრასტრუქტურის გავითარება ბათუმში და ახალი სამუშაო ადგილები. ბათუმი მსოფლიო დონის ქალაქი. ზღვისპირა ქალაქის ახალ ბულევარში კიდევ ერთი სასტუმრო აშენდება. საფუძველი მშენებლობას დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ჩაუყარა. მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში მიმდინარე მშენებლობებზე და პროექტებზე ისაუბრა. კომპლექსის მშენებლობა აზერბაიჯანული ინვესტიციით გახორციელდება. კომპლექს სემირამიდას ბაღები ერქმევა. არქიტექტურა ბათუმის პიაცას ავტორებს ვაჟა ორბელიძესა და ზაზა კვირკველიას ეკუთვნის. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო შესაბამისი ინფრასტრუქტურით 2012 წელიწადში დასრულდება. 11 სართულიან შენობაში 120 ნომერი იქნება. აზერბაიჯანული კომპანია დია ჰოლდინგი პროექტში 35 მილიონიან ინვესტიციას დებს. იმ ადგილზე, სადაც საბჭოთა კავშირი აშენებდა უსაზშინლეს ძალიან მახინ შენობებს და სადაც ბოლო 4 წელიწადი ლევან ვარშალომიძე აშენებს ახალ ზღვის ბულვარს, ძალიან ლამას. დღეს იწყება ნამდვილი მარგალიტის ახალი სასტუმროს შენებლობა. ეს იქნება სასტუმრო, რომელიც იქნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი იმათგან, რაც მე მინახავს სოფლიოში. ქართველი არქიტექტურის პროექტი შექმნილი და უკვე მომავალი წლის ბოლოს მისი ძირითადი ნაწილები კარკასი აქ იდგება და იმედია 2012 წელს ეს სასტუმრო გაიხსნება. მე მინდა უბრალოდ გვესმოდეს რაფხელა ნიშნობის სასწაული ხდება აქ ჩვენს ბათუმში და მთლიანად საქართველოში. ამას წინათ მინდა გითხრათ, ჩვენ ხშირად არ ვაფასებთ, ერთი ჩემი ნაცნობი მილიარდერი 3 კვირა ცხოვრობდა ქობულეთში სასტუმროში, ჯორჯია პალაში. და მან მითხრა თემურ ჭყონიამ ამ სასტუმროს ფლობელმა იცის, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი სასტუმრო ასე იყო, სადაც ყოფილა სოფლიოში და არის ყველგან ნამყოფი და არის ძალიან მდიდარი ადამიანი. ამას წინათ ერთ-ერთ სამიტზე დიდი ახლო აღმოსავლეთის ერთი დიდი მნიშვნელოვანი ქვეყნის ლიდერმა მითხრა მართლა გაოგნებული ვართ ბათუმითო. ნუ ეს რა თქმა უნდა იცის ტელევიზიით, იმიტომ რომ არ ყოფილა. და ასევე შემოდგომაზე ერთ-ერთი ლათინურ ამერიკული ქვეყნის სერიოზული ქვეყნის ლიდერმა მითხრა რომ როგორ არის ადგილის მშენებლობა დაიწყეთ თუ არა, მე რაღაცა მოგეთ სადაც თხილამურებით შეიძლება სრიალი ზაფხულშიო. ესეც ტელევიზიით ჰქონდათ ნანახი. და ესეც იყო ძალიან გამოუგნებელი. საქართველო არის ტერიტორიულად ცირეს ქვეყანა, მაგრამ მრავალი სასწაულის ქვეყანა, მაგრამ ეს სასწაულები იყო შენიღბული, დამალული და ჩვენ ამას ვერ ვიყენებთ და ვერ ვავითარებდით. აი ჩვენი მოდერნიზაციის ფარგლებში თავარი არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მთელი ძალით ამუშავება ქართულ ხალხზე, სამუშაო ადგილებზე, შემოსავლებზე და იმაზე რომ ასევე ჩვენ თანამემამულეებს გქონდეთ საამაყო დღესაც და აქედან 100 წლეულების განმავლობაში. ეს თაობა ქმნის ამ ყველაფერს. ჯერ კიდევ ბევრი სიღარიბეა ნახეთ, რამდენი უმუშევარი ადამიანი ცხოვრობს იმ კორპუსებში, კვარტალებში, რამდენად ძიმე საყოფა ცხოვრება პირობებია და რა თქმა უნდა, მხოლოდ პირველი ზოლით ეს არ განიზომება, მე კარგად ვხედავ ამ ახალ შენებლობების იქითაც აი ეგ სიღარიბეს, რომელიც არის, მაგრამ ის არის დროებითი. და ამან უნდა დაგვიბმაოს თავარის პერსპექტივა. ამ ხალხისთვის და თითოეული ჩვენი სხვათა მოქალაქისთვის. ეს ყველაფერი რაც ხდება, დაამთავრებს იმ სიმღარიბეს და უიმედობას, რომელიც დაბუდებული იყო აქ 10 წლეულების და 100 წლეულების განმავლობაში. მე მინდა მოგილოცოთ შენებლობის დაწყება, ჩვენი პრინციპია სიტყვიდან გადასვლა საქმეზე. დღეს დილას სხვადასხვა მესტიაში ინვესტორებს ვაჩვენებდით სასტუმროების შენებლობის ადგილს, იქაც იწყება. ეხა შუადღისას აქ ვიწყებთ ძალიან მაგარ შენებლობას, ეს უკვე გეგმა აღარ არის, ეს უკვე კონკრეტული ამ მიწაში ჩადებული ფული, ესე იგი ამ ხალხის კეთილდღეობაში ჩადებული ფულია და ეს ერთი და სხვა მრავალი. გადავიდეთ სიტყვიდან საქმეზე. საქმე ლაპარაკის ნაცვლად. ვიხარე რომ პირველი აზერბაიჯანული ინვესტიცია კონკრეტულად სასტუმრო ინფრასტრუქტურაში. ერთადერთი რაც მინდა მართლა უსურვო წარმატებები ამ პროექტს და დღევანდელი წელის მართლაც აზერბაიჯანიდან რაოდენობა ტურისტების ყველამ კარგად იცის, ჩარშენი იყო 13,000, წელს უკვე 45,000-ზე მეტია. ეს ნიშნავს რომ ეს სასტუმრო როდესაც დამთავრდება, მარტო აზერბაიჯანიდან მინიმუმ 200-250,000 ტურისტი შემოვა. ბევრი ტურისტი, ბევრი შემოსავალია.